კარგით ბავშვებო, დღეს მე და ჩემი საყვარელი სმაილიკი თქვენთვის კურსებს გავხსნით. გოგოებო, მე და დიანა გასწავლით თუ როგორ გახდეთ ნამდვილი ლედი. და თქვენ ბიჭებო, როგორ იყოთ მაჩოები? Yes! ნამდვილი ქალბატონები გავხდებით. ბავშვებო, გესმით ეს რა არის? ქალბატონები ვიქნები. ხო და ასე. ვაუ, უკვე მაჩოსავით გძნობ თავს. პროვასტი, შენ თავს შეხედე, მაჩო კი არა, არაფერი არ ხარ. დროზე შენი ადგილი დაიკავე, სპანჯბობო. დადექი, თორე კურს გააუქმებე. კარგით გოგოებო, მზად ხართ ნამდვილი ლედი გახდეთ. მე უკვე ქალბატონი ვარ, მაგრამ დამატებით მაინც დავესწრები თქვენს კურსებს. თუ ლედი, ვიდი შენი ადგილი დაიკავე. აბა სმაილიკ, რა სიტყვი? გადავაქციოთ ეს გოგოები ქალბატონებად და აი ეს ბიჭები მაჩოებად? ო, დავიწყოთ. კარგით, მაშინ დავიწყოთ. მოდი. ბიჭებო, გამოვყენთ. გოგოებო, ჩვენთან წამოდით. ბიჭებო, რა საოდებით? შემოდით ჩქარა. რა? დიანამ უნდა ასწავლოს ბიჭებს როგორ იყვნენ მაჩოები? ხო, და მე გასწავლით როგორ იყოთ ნამდვილი ლედი. გამოგყევით. კარგით ბიჭებო, მართლა გონიათ რომ შეგიძლიათ იყოთ ნამდვილი მაჩოები? არა, ცდებით, არასწორია, მაგრამ ამ კურსებზე მე გასწავლით როგორ უნდა გახდეთ ნამდვილი მაჩოები და იმასაც გეტყვით რა არ მოგწონს გოგოებს თქვენ შესახებ. ო, ჩვენში რა არ უნდა მოგწონდეს, შევხედე, მაგრები ვართ. ხო, ჩვენ მაგრები ვართ. კარგი, ესე იგი, პირველი გაკვეთილი, ნამდვილი მაჩო რომ გახდეთ, არასდროს არ უნდა გააკეთოთ. მაკიაჟს არ ატარებენ, ეს ყველა მაჩო მიცის. ხო, და კიკინას არ იკეთებენ. ჰეი, კოსტა, უბრალოდ არ იცი რა არის მოდაში. და ნამცხვრის ჭამის შემდეგ აბლოყინებენ. საერთოდ რა გაქვთ თქვენ და მაჩოებს ერთნაირი? კარგი, პირველი გაკვეთილი არის ეს. მაჩოები არასდროს არ აბოყინებენ, გოგოებს ეზიზღება, ცაზიზღრობაა. ხო, ბიჭებო, გინდათ რომ გოგოებს უყვარდეთ? კარგი, არ დავაბლოყინებ. ეს რომელი იყო? ახლავე გავაგდებ ჩემი კურსებიდან. თუ, პატრიკ, ნიურიანი კატლეტი შეჭამე? არა, რავიოლი. კარგი, პირველი გაკვეთილი და ყველაზე მნიშვნელოვანი წესი. ნამდვილი მაჩო არასდროს აბოყინებს გოგოს თვალწინ. გასაგებია? კარგი, მეორე. გავიგეთ მაჩო სმაილ. კარგით, მომისმინეთ. ადექით და ახლა დაჯექით. თქვენ ლედი საერთოდ არ ხართ. ლედი ასე არასდროს არ ჯდება. პირველი წესი, ლედი უნდა დაჯდეს ნაზად. აი ასე, თქვენ სკაბას შეხედეთ. ესე იგი, პირველი წესი, ლედი უნდა დაჯდეს სუფთად და არა ისე როგორც ბიჭი. ჯანდაბა გოგოებო, ვიცოდი რომ ქვედაბოლო უნდა ჩამეცვა. კარგი ჯული, დაწნანდი, შემდეგ გამოვჭრით ქვედაბოლოებს მაინსურებიდან. არა, მე ჩემ წითელ სვიტრს არასდროს არ გავჭრით, ძალიან მიყვარს. ახ გოგოებო, თქვენ ქალბატონებისგან ძალიან შორს ხართ. ხო, ჩვენ თითქმის უკვე ქალბატონები ვართ. ნამდვილი მაჩოები 2 დღეში ერთხელ იბანენ და წინდებს 3 კვირაში ერთხელ იცვლიან. ხო, ჩვენ გოგოებივით არ ვართ. ხო, ჩვენ ძლიერები ვართ, უხეშები, ათლეტურები. ღმერთო ჩემო ბიჭებო, ეს უფრო ამტკიცებს, რომ მაჩოებისგან ძალიან შორს ხართ. ესე იგი, ნამდვილ მაჩოს ყოველთვის კარგი სუნი ასდის და ყოველთვის არის სუფთა. ჯანდაბა, მაშინ დღეს უნდა დავიბანო. მე კიდე დღეს შევიღებე და დავიბანე თმები. არტე, მარგინა, ტრაბახ, ხო, ის ფაქტი, რომ თმები დაიბანი არ ნიშნავს, რომ მაჩო ხარ. კარგით ბიჭებო, იმედი მაქვს პირველი 2 წესი კარგად გაიგეთ. კარგი, შემდეგი და მესამე წესი არის ყველამ შეწყვიტეთ ლაპარაკი. მეორე წესი არის კარგი, მაჩო სმაილ. მეორე წესი წესისთვის. კარგით, ყველა გოგო რატომ ფიქრობს იმას, რომ მაჩოებმა თქვენ უნდა დაგიცვათ? შეიძლება მე უპასუხო? დიახ, ლეილა, მე გისმენ. რადგანაც ჩვენ ქალბატონები ვართ სუსტები და თქვენ მაჩოები ძლიერები, თქვენ უნდა დაგვიცვათ ჩვენ. ხო, ზუსტად, აი ბაბუაწვენას გავართ, უნდა შეუბეროთ და ვსო. რა ვსო? შეუბერავ და გაფრინდება. აუი, ხო, მართალია, გაფრინდება. არ ვიცი ვინ უბერავს და ვინ წავიდა, მაგრამ ჩვენ მაჩოებს ჩალურჯებული თვალი თქვენს გამო არ უნდა გქონდეს. რა? არ დაგვიცავთ? ახლა ასე ხდება ხოლმე? კარგით, მეორე წესი ასეთია. მაჩომ გოგო არ უნდა დაიცვას. არ გეთანხმები, რას გულისხმობ? ახლა ქალბატონებმა უნდა დაიცვან მაჩოები? ზუსტად ასეა. ლედიმ საკუთარი თავი უნდა დაიცვას. მესამე წესი არის საკუთარი თავი დავიცვათ? კარგით გოგოებო, მაშინ ხვალ კარატის კურსებზე შევიდეთ. ხო, მარიუსა, ჯიჯინსის კურსებზე შევიდეთ. ჯუჯუცუა, ჯიჯი, ჯიუჯინსები არ დაგეხმარება. კარგით, მესამე წესი საჩუქრებს ეხება. საჩუქრები! ჩვენ ვიცით, რომ ბიჭებმა უნდა აჩუქონ ქალბატონებს საჩუქრები. ხო, თან ბევრი. დიანა, როდის ვისწავლით თუ როგორ ვაკოცოთ? ხო, მაჩოს კოცნა. პატრიკ, რა? კოცნა გინდა რომ ისწავლო? მაშინ ჯერ საკუთარ თავს უნდა მოუარო და კბილები გაიხეხო. დღეში 3 ჯერ ნორმალური იქნება, რომ სუნი არ კონდეს. მეგობრებო, მე ვიხეხავ კბილებს. მეც ვიხეხავ. ხო, მეც ვიხეხავ. რა, შენი კბილის პასტა უცნაურია.
კარგი, ახლა შემდეგი და მეოთხე მაჩოს წესი. ნამდვილმა მაჩომ უნდა იცოდეს მტერს როგორ მოერიოს, ხო და კალათბურთის მოთამაშე თუა. რა? ხო და თან ლურჯი კოსტუმი თუ აცვია. შეწყვიტეთ ხუმრობა. მოკლედ, ნამდვილმა მაჩომ უნდა იცოდეს როგორ დაიცვას თავისი გოგონა, რომ თავის გოგოს არ დაჭირდეს თავისი ნახევრად მაჩოს დაცვა. გამოდის მე ვარ ნამდვილი მაჩო, ნებისმიერი გოგოს დაცვა შემიძლია. კოსტა, მე ვარ ნამდვილი მაჩო, ამ კუნთებს შეხედე. მე ვარ ნამდვილი მაჩო, ერთხელ ლეილა ბუზისგან დავიცავი, აი ეგრე. პატრიკ, ახლა მესმის რატომ არ უნდა შენთან ერთად ყოფნა? არა, მაჩოს შენთვის არაფერი არ მოეთხოვება. ნამდვილი ლედი შეძლებს და თავის თავს დაიცავს. აუ, კარგი რა. მაგრამ თქვენ ქალბატონებო, შეგიძლიათ მაჩუებს კარგი საჩუქრები აჩუქოთ, მაგალითად iPhone-ი. რა, ჩვენ პროტესტს ვახდენთ. არა, პროტესტი არ მიიღება. ესე იგი, მეოთხე წესი არის ეს წესი სილამაზეზე იქნება. ხო, ნამდვილი ლედი ყველაზე ლამაზი უნდა იყოს. ლედი თავის მაჩოზე ლამაზი, არასდროს არ უნდა იყოს. არა, ეგ უბრალოდ სასაცილოა. შენ თავი ვინ გონია სმაილ? ხო, უბრალოდ ნარცისია ეს. არა, ნარცისი კი არა. ეს კომბოსტოა. მოკეტე ბადრიჯანო. კარგით, მეხუთე წესი არის ჯიჯი, გაჩუმდი. უნდა ვისწავლოთ როგორ გავხდეთ ნამდვილი ქალბატონები. ხო, და შემდეგ ყველაზე ლამაზებიც ვიქნებით. მეხუთე წესი და ბოლო, თქვენი ყურადღება და მინიშნებები. ძახილის ნიშანით. არტემ მე-9 კლასიდან დაიტოვა ეგ შენი ძახილის ნიშანი შენთვის. გოგოებს, თქვენი ყურადღება ჭირდებათ, გაიგეთ? მეგობრებო, ყურადღება არის მისი კუთხეში მოქცევა. არა, კარების უკან დამალვა და კოცნის ჩუქება. მეგობრებო, მოკეტეთ, ჯობია დიანას მოусმინოთ. მოკეტეთ, მეგობრებო, უკვე ნახევრად მაჩოვა. კარგი არტემ, კარგი, ჩვენ დიანას მოусმენთ. ესე იგი, მეხუთე წესია ყურადღება. გოგოებს უნდა უთხრათ კომპლიმენტები, აჩუქოთ სათამაშოები, კვილეული ყვავილები, წაიყვანოთ სხვადასხვა რესტორნებში. კარგით, მეგობრებო, ხვალ ლეილას კომპლიმენტებს ვეთქვი. დიანა, შენ ნამდვილი ქალღმერთივით ლამაზი ხარ. დიმა, ეს ცოტა ზედმეტია. მომისმინე კოსტა, მინდა რომ დიანას შევუყვარდო. დიმა, ეგეთი ზოგადი კომპლიმენტები არ მუშაობ და ბიჭებო, ზედმეტად ადრე აღნიშნავთ. ეს წესები ზეპირად მხოლოდ კი არ უნდა იცოდეთ, ყოველდღე უნდა აკეთებდეთ თან სწორად. დიანა, ამას ვეღარ ვიზამ, დაშორდი იმ შრეკს. დიმა, შრეკი არ არის, ის ნამდვილი მაჩოა, თქვენ ყველასგან განსხვავებით. კარგით, ახლა ყველამ ღრმად ჩაისუნთქეთ. მეხუთე წესი არის პირველი კოცნა. აიმე! პირველი კოცნა უნდა მოხდეს პირველ პაემაზე. ეს ნამდვილი მაჩოების წესია. რა? არა, მომისმინეთ, ეს კურსები საშინელებაა. პირველი კოცნა პირველ პაემანზე? კარგით რა. მე არავის არ ვაკოცებ პირველ პაემანზე. ჰეი, არტე, მოდი აქ, ჯიჯინსი უნდა გაჩვენო. დიმა, მოდი, ახლა უნდა გაკოცო. კოსტა, გინდა მე დაგიწვე. მარუსა, შენი კოცნა არ მჭირდება. ჯიჯი, დავინახე დიდი ბუზი დაფრინავდა. მოდი ვნახოთ შენ თუ დაგაჭდები. ჯიჯი, ჯიუჯინსები რა არის? ქუ, არტე. კარგი, ყურადღება. მოდი ლეილა, ყურის უკან მოგიფხარ. ხო, ჩემი მაჩვეები კარგად არ გამოვიდნენ. იგივეა ქალბატონებშიც. ბავშვებო, იცოდეთ, იყავით ნამდვილი მაჩვეები და ქალბატონები. დაგვილაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ. ზარის ღილაკს. აბა ნახვამდის ყველას, მალე გნახავთ. კარგად. დიმა დაიჭირე, ვიჭერ, დიმა მეორე მხარეს. კოსტა. კოსტა, მომეცი ბურთი ხარ, ჩემი მეგობარი თუ არა? ნუ დამცინი. აი დაიჭირე. კოსტა, ცოტა მარტივად. კალათბურთელებო, თქვენ დრო ამოიწურა და ტოვეთ სპორტდარბაზი. ხო, ჩირლიდერები მოვიდნენ. ყარხართ. დიმა, გადმომიგდე. ჰეი, ჩირლიდერებო, დახურეთ კარები. გოგოებო, მე ვიცი, შეეშინდათ, იმიტომ რომ ჩირლიდერები მოვიდნენ. ხო, და შიშისგან გაიოფნენ. ჩირლიდერებო, ჯობია თქვენ თავებს შეხედოთ. წარმატებები ვარჯიშში. როგორ ყარდნენ? ამ ფეხბურთელებს ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. ხო, ზედმეტად, არა და ძალიან შორს არიან პროფესიონალური რაგბისგან. ჯანდაბა, გოგოებო, უკვე 15 წუთია ვარჯიში დაიწყო. დიანა სად არის? არ ვიცი, სადღაც სკოლაში, ძალიან სუთ ხასიათზეა. ხო, დავურეკე და დეპრესიაშია, საუბარი არ უნდა. მოდი მის გარშე დავიწყოთ. არა, გოგოებო, დიანას გარშე არ შეიძლება. ახალი ვარჯიშები გვაქვს, რომელიც არ ვიცით როგორ უნდა გავაკეთოთ. დიანას გარშე ვერ ვიზავთ. ხო, კარგი, კიდევ დავურეკავ მაშინ. ჰეი, დიანა, სად ხარ? დიანა, შენ გეოლდებით. ჯანდაბა, რა ჭირს დიანა, რა დეპრესია საერთოდ. მის მინე შეიძლება ეს ის კალათბურთელის გამო არის, მე ხომ მას ვიცნობ. ხო, კარგი დიანა, გასაგებია.
რა უცნაურია, ცუდ ხასიათზე ვარო და არ უნდა ლაპარაკი. ანუ მოვა თუ არა? კი, თქვა რომ ამოდის. კარგი, მაშინ გავხურდეთ მაინც. გეთანხმები. ესე ნორმალურია? ჯული, მეტი. კიდევ რამდენი? უფრო დაბლა უნდა დაიწიო. ჯული, ბუქნებს არასწორად აკეთებ. შენ ხარ აი ასე და დაშორება უნდა იყოს 1 სანტიმეტრი. ჯანდაბა მარიუსა, ძალიანაც სწორად ვაკეთებ. იცი რა რთულია? მიდი აბა შენ თვითონ ცადე. ჯული, უბრალოდ დათანხმდი იმ ფაქტს, რომ ვერ გახდები ჩირლიდერი. ჯული, ვერ გახდები ჩირლიდერი. ჩემს ლეილას ვერ ხედავ? პატრიკ, შენ ლეილას ყველგან უაკვეხებ. ის ნამდვილი ჩირლიდერია, აი ასე დახტის. პატრიკ, დახტუნავს თუ დაფრინავს? ლეილას ფეხები ნამდვილი მაგრატელივითაა. პატრიკ, შენ უბრალოდ ტვინში გიჭრის, საერთოდ ამ ჩირლიდერებზე რაღაც ოლაპარაკობთ. არ მოგბეზრდათ? ჯული, შეეგუე რომ ჩირლიდერი ვერ გახდები, შენ უფრო შოკოლადერი გახდები. მარიუსა, გაიწიე. დიანა ჩირლიდერი. ხო, ნუტელას ქილით. აი ხედავთ, მარტო მე არ ვარ, ყველა ჩირლიდერი ჭამს ნუტელას. რა? დიანა, ნუტელა გაქვს? აუ, მაჭამე რა ცოტა. დიანა, შენი მუცელი მალე აი ასე იქნება და ვეღარც იხტუნავებ. მარიუსა, შენ თავს შეხედე. ჯიჯი, აჰა, გასინჯვა გინდა? არ მოგცემ მაგის უფლებას, იმიტომ რომ დეპრესიაში ვარ და მთლიან თილას მე შევჭამ. ძუნწი. 2 წამით დიანას უკანალს შეხედეთ. რაც უფრო დიდია მისი მუცელი, მით უფრო პატარავდება ჩემი და მალე მის ადგილს დავიკავებ. მიდი დიანა, გააგრძელე ჭამა, მალე ჩემი ლეილა გახდება კაპიტანი. მომისმინეთ, დამანებეთ რა თავი. დიანა, რა ხდება? დეპრესიაში ხარ? რატომ? კარგადაა, უბრალოდ ნუტელას ქილა აქვს. კოსტა, შენ არ გესმის, როცა დეპრესიაშია, მაშინ ჭამს ნუტელას. დიმა, შენი საქმე არ არის, უბრალოდ დეპრესიაში ვარ, გამატარეთ. დიანა, რამე დახმარება გჭირდება? არაფერი არ მჭირდება, თავი დამანებე, კოსტია, გამატარე. დიანა, დიმა, წამო, ქვევით ჩავიდეთ. კოსტა, არ გესმის, დიანა დეპრესიაშია. ის შენთან არ არის, არ უნდა გადარდებდეს მისი დეპრესია, წავედით. სად არის? უკვე 10 წუთია კიბეებზე ამოდის. არ ვიცი, მაგრამ გოგოებო, მე აღარ დავურეკავ, ძალიან უცნაურია. როცა დეპრესიაშია, არ უნდა შევეხოთ. გოგოებო, დეპრესიაში ვარ. აი, ხომ გითხარით, მეც ასეთი უცნაური ხმით მელაპარაკებოდა. დიანა, საყვარელო, რა მოხდა? თუ არ გინდა არ გვითხრა. ხო, გოგოებო, ვერაფერს ვერ გეტყვით, პირადულია ეს. დიანა, ჩვენ შენი გვესმის, თუ არ გინდა არ გვითხრა. დიანა, რო რამე ხომ იცი რომ ყოველთვის აქ ვარ რომ მოგისმინო. გოგოებო, დაწყნარდით, ხომ თქვა რომ პირადულია. მოკლედ, გოგოებო, ის მატყუარა. დიანა, ეს რა ტრაგედია. ხო, დიანა, შენი დეპრესია უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ჩვენი ვარჯიში. დიანა, ხომ უნდა გცოდნოდა რომ ის მატყუარა იყო. დიანა, რა პრობლემაა? რა გააკეთა ამჯერად? გოგოებო, გამომყევით, ყველაფერს მოგიყვებით. აბა დიანა, ხო, მოგვიყევი, რა გააკეთა? გოგოებო, ხომ არავის არ ეტყვით? არავის. კარგით, გოგოებო, ყველაფერს მოგიყვებით მაშინ. ოღონდ დედებსაც ხომ არ ეტყვით? დიანა, არა. დიანა, ზედმეტად გავიზარდეთ უკვე და დიდები ვართ, რომ დედებს რამე მოუყვეთ. მე კიდევ ვუყვები დედა ჩემს ყველაფერს. დიანა, მიდი გითხარი. გოგოებო, გავიგე რომ სმაილიკის კარადაში სათამაშო და ტკბილეულია. ხო? მე რა? გოგოებო, წერილიც იყო. ჩემ ტკბილ რულეტს და მე რულეტი ვარ. ჯანდაბა დიანა, გაოცებული ვარ. დიანა, ეს არის შენი დეპრესიის მიზეზი? დარწმუნებული ვარ შენთვის არის. გოგოებო, ვერ ხვდებით? მე რულეტი კი არა, მე ვარ ყველის ჩხირი. გოგოებო, ყველაფერი გასაგებია. სმაილმა საჩუქარი იყიდა რულეტისთვის, დიანა კიდე თავისთავად წარმოიდგენს როგორც ყველის ჩხირი. დიანა, შეიძლება სმაილმა დაინახა რომ ნუტელას ჭამდი და მაგიტო დაგიძახა რულეტი. არა, გოგოებო, გასაგებია. სმაილმა საჩუქარი იყიდა რულეტისთვის და დიანა არ არის რულეტი. ხო, მართალია, უნდა გამოვასწოროთ. ხო, გოგოებო, მიდით და გამოვასწოროთ. მე აქ დავშები და ნუტელას შევჭამ. არა, გოგოებო, ყველა ერთად უნდა წავიდეთ. რა, არა, გოგოებო, არ შემოგიერთდებით. მე დეპრესიაში ვარ. დიანა, დაგვალეთ შენ და სმაილიკმა. თქვენ გამო ვერ ვარჯიშობთ და ყოველთვის რაღაც პრობლემაა. ხო, და ახლა წავალთ, გამოვასწორებთ ყველაფერს და ვივარჯიშებთ. ან მწვრთნელს დავუძახებთ და მას მოუყვები შენი დეპრესიის შესახებ. კარგით, გოგოებო, წავიდეთ და ინახავთ, რომ სმაილიკმა საჩუქარი იყიდა ვიღაც რულეტისთვის და არა ჩემთვის. კარგი, აბა წავიდეთ და ვნახოთ.
Smile, შენ საჩუქარი იყიდე და მე ჯერ არ მიყიდია. შეგიძლია საშოპინგო ჩვენთან ერთად წამიყვანო? Ბროვასტი, შენ საერთოდ არ ხარ მაჩო. მე შემომხედე. საჩუქრების ჩუქება აუცილებელია და მნიშვნელოვანია სწორი სიტყვების დაწერა. ჯანდაბა, შენგან უნდა ვისწავლო. რომელია სწორი სიტყვები? რომელი? ჩემი ტკბილი რულეტისთვის არის ჩემი იდეა. მაგარია Smile, მეც ვიყიდი საჩუქარს და ზედ დავაწერ ჩემი ტკბილი რულეტისთვის. ბრავო, საბოლოოდ შენც დაიწყე სწორად აზროვნება. მეც ვსწავლობ მეგობარო. დიანა სად არის? სადღაც სკოლაში. უნდა ვიპოვოთ. წავედით. 129, 130. პატრიკ, გამზომე. ახლავე გაგზომავ. აბა, დავიკელი. არა, ჯული, არ დაგიკარგავს. ჯანდაბა. 131, 132. ჩირლიდერები. ლეილა. ჯანდაბა, პატრიკ, ხეს ეხუტები? არა, ლეილა, უბრალოდ ჯულის უკანონს ვუზომავდი. სად არის? სიმართლე უნდა ისაუბროთ, გირჩევთ, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. თორემ, არც კი ვიცით ვის ეძებს. ხო, შეგიძლია მეტი დეტალები გითხრა. ლეილა, მე მიყურებ? ხო, პატრიკ, რა თქმა უნდა, კალათბურთელებს ეძებთ? კი, სად არის? 105, 106. არტემ რა? აბა, სად არის? არ გვინახავს, ამიტომ არ ვიცით. გოგოებო, აქ არ არის. ესე იგი ქვედა სართულზე უნდა იყოს. გამომყევით. გზა. ჯანდაბა, ჯულიმ დაიკლო. Yes! ჯული უფრო დიდი გახდა. რა? ჯული, დროზე ბუქნები. დიანა, რომელ კარადაში იპოვეთ ტკბილი რულეტი? სმაილიკის. დიანა, გვაჩვენე. კარგი, მაგრამ ჩქარა. ვაუ! რა თქმა უნდა, გოგოებო, ვაუ, მაგრამ ჩემთვის არ არის. აი შეხედეთ, ჩემს ტკბილ რულეტს შენი სმაილიკისგან. ნეტა რომელი ტკბილი რულეტი უყვარს? გოგოებო, ჯანდაბა, უნდა ვასწავლოთ გაკვეთილი. გოგოებო, დაიმალა, მე მგონი იცის რომ მე ვეძებ. ლაჩარი. დიანა, სად იყავი? ყველგან გეძებდით? ხო, სად იყავით? რა? ჩვენ სად ვიყავით? თქვენ გეძებდით. მუწუკი და გამხდარი, ეგ არა. ჯანდაბა, გოგოებო, რატომ ხართ გაბრაზებულები? რისთვის ვუყიდეთ მათ საჩუქრები? დაინახავს საჩუქარს და დამშვიდდება. მისმინე Smile, შენ ფიქრობ რომ არაფერი არ ვიცი? ყველაფერი ვიცი. გადაწყვიტეთ რომ რამე დაგვიმალოთ? გოგოებს ვერაფერს დაუმალავთ. ჩემი ყოფილი კი ხარ, მაგრამ მარტო დიანას თვალები კი არ გიყურებს, ჩემიც გიყურებს. ამიტომ 4, სინამდვილეში 8. ჯანდაბა, გოგოებო, რატომ ყვირი ხართ? იანა, მე ძალიან მენატრებოდი. მოგენატრე? აბა Smile-იკთან ერთად სად დადიხარ? მე შენ გიჩვენებ. Smile, გონი დაგერხა, უყურე და ისწავლე. აი გოგოებო, ახლა გამოიტან საჩუქარს და მისცემს თავის რულეტს. საინტერესოა ამ რულეტის ნახვა. აბა სად არის? აი ახლა გამოჩნდება. სად ხარ რულეტო? დიანა, ეს შენთვისაა, ჩემო ტკბილო რულეტო. რა? Smile-ი, გაგიდი? რა მოხდა? Smile-ი, გააფრინე? დიანა, რულეტი კი არა, ყველის ჭხირია. Smile-ი, მისმინე, ხვდები საერთოდ რა გააკეთე? შენს გამო დეპრესიაში ვარ. მე რულეტი არ ვარ. ბროვასტი, მითხარი, ვისი იდეა იყო, რომ დიანასთვის რულეტი დაგეძახებინათ? ხო, ვისი? გოგოებო, ეს მე არ ვიყავი, Smile-ი იყო. ანუ Smile-ი, დიანა თუ რულეტია, მე ვინ ვარ? ხორცის ღვეზელი? იანა, ხორცის ღვეზელი არა, კრუასანი. რა? მოიცა დიანა, მოიცადე. Smile, მე ვინ ვარ? რულეტი? რომელი რულეტი? უკვე ერთი თვეა დიეტაზე ვარ. კარგი, ბოდიში არ ხარ როლი, ხორცის ღვეზელი ხარ. მართლა? წეღან რულეტი ვიყავი, ახლა კიდე ხორცის ღვეზელი ვარ. დიანა, რა მოხდა? ხორცის ღვეზელი თხელი არის, როგორც შენ. იცი რა, Smile, შენ მოგვიანებით გაგიმკლავდები. და ბიჭებო, ისწავლეთ როგორ უნდა დაუძახოთ თქვენს შეყვარებულებს და დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭერეთ ზარს. Smile, მე ვინ ვარ? რულეტი? თუ ღვეზელი?